ირაკლი კობახიძის და რომის პაპის შეხვედრით დასრულდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რომში. დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ქვეყნებს შორის საერთო ინტერესებზე, რელიგიურ კონტექსტზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებზე. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა მოგვიანებით წმინდა საყდრის წარმომადგენელმა გაავრცელა სოციალურ ქსელში. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის დეტალებს ახლა თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს რომიდან. თათია, გისმენთ. მედიას არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები გადაიღო, თუმცა ცოტა ხნის წინ თავად ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ფოტომასალა და ასევე პრეს-რელიზი, სადაც ისინი იტყობინებიან, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდა ლეო მე-14-ს რომის პაპს, ასევე შეხვედრა გაიმართა უკვე გაფართოებულ ფორმატში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მდივანთან. პრეს-რელიზში ხაზგასმულია ის, რომ მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს იმ დადებითი ურთიერთობებისთვის, რომელიც აკავშირებს ორივე მათგანს, ვატიკანს და საქართველოს და აგრეთვე აღნიშნული იყო ასევე პრეს-რელიზში, რომ საერთო ინტერესებთან დაკავშირებით ისაუბრეს, ასევე საუბარი იყო რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მათ შორის საქართველოში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებითაც. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან სატელევიზიო კომენტარი გააკეთეს და შეაფასეს ზოგადად ვატიკანში შემდგარი ვიზიტი. ის შეფასდა ახალი პაპის პირობებში და აქვე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ახლად არჩეული პაპი ლეო მე-14 არის პირველი ამერიკელი ისტორიაში და გაკეთდა აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვატიკანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კვლავ გაგრძელდეს. ასევე ითქვა ის, რომ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პაპთან ქვეყანაში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის მაგალითად რომელიც დგას მაგალითად ქრისტიანული ღირებულებების წინაშე, ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორი არის უშუალოდ საქართველოს ხედვა. გარდა ამისა, რომის პაპი დაპატიჟა საქართველოში უკვე მომავალ წელს, როდესაც საქართველო იზეიმებს გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვან ისტორიას და იმედოვნებს, რომ შეძლებს ლეო მე-14 საქართველოში ჩამობრძანებას. მადლობა გადაუხადა ასევე იმისთვის, რომ მუდმივად ვატიკანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უწმინდესობამ პაპმა ლეო მე-14-მ ვატიკანის 60 გოლო სასახლეში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისი აღმატებულება ირაკლი კობახიძე მიიღო, რომელიც შემდგომში შეხვდა სახელმწიფო მდივანს, მის აღმატებულებას კარდინალ პიეტრო პაროლინს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, მის აღმატებულებას მთავარეპისკოპოსს. სახელმწიფო სამდივნოში გამართული გულთბილი საუბრისას ორმხრივი მადლიერება გამოითქვა წმინდა საყდარს და საქართველოს შორის არსებული დადებითი ორმხრივი ურთიერთობების გამო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს. საუბარი ასევე შეეხო საერთო ინტერესებს, განსაკუთრებით ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ განვითარებას და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ყავს კათოლიკურ სამყაროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს პოზიტიურად გაგრძელებული და კარგი შედეგები გქონდეს ვატიკანთან ურთიერთობებში. პრემიერ-მინისტრისთვის რა თქმა უნდა ეს იყო კარგი შესაძლებლობა ასევე პაპისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, თუ რა ხდება რეგიონში, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს და რა თქმა უნდა ვატიკანის როლის გათვალისწინებით ზოგადად გლობალურად და მათი პოზიციების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და ასეთი შესაძლებლობა ჰქონდათ მხარეებს, რომ ერთმანეთისთვის გაეცვალათ მოსაზრებები. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ბუნებრივია ხაზი გავუსვით. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და თანამედროვე სამყაროს წინაშე. მეც რა თქმა უნდა მოვიწვია, რომ ის პაპი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი.
თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღენიშნება საქართველოში ქრისტიანებიდან იუბილე, 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. რა თქმა უნდა, ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს, იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს. ვატიკანსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობებს ადასტურებს ისიც, რომ სანტა მარია მაჯორეს ტაძარში, რომელიც არის უდიდესი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ტაძარი ზოგადად კათოლიკური სამყაროსთვის, გუშინ და გასული დღეების განმავლობაში გაიმართა ქართული გუნდების კონცერტი. აქ მოწვეული იყო ორი გუნდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული და გორის ქალთა გუნდები, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ისინი წარსდგნენ ვატიკანის საიუბილეო თარიღის ფარგლებში. ეს არის თარიღი, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება და სათავეს იღებს 1300 წლიდან და აი ამ თარიღის ფარგლებში პირველად წარსდგა ზოგადად ქართული გუნდი და აქვე გეტყვით, რომ სანტა მარია მაჯორეს ტაძარში იყო, რომელიც არის პაპის ერთ-ერთი ბაზილიკა და თავისი მნიშვნელობით არის ძალიან დიდი. ღონისძიებები გაიმართა კულტურის სამინისტროს და ასევე ვატიკანში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. გუშინდელ კონცერტს მაგალითად დაესწრო უშუალოდ საქართველოს დელეგაციაც. საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი ხვალ ასევე აი ამ თარიღის ფარგლებში კონცერტს გამართავს ფლორენციაში. მადლობა თათია ტაბეშაძე რომიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა.